ქრისტე აღსდგა, მოგილოცავთ. ღმერთმა ბედნიერი, ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიური ცხოვრება გაჩუქოთ. დღეს მინდა გესაუბროთ ეკუმენიზმზე. რა მოვლენაა ეს? საიდან იღებს სათავეს? როგორც ინტერნეტი ამბობს, სოფლიოში ყოველწლიურად მინიმუმ 6 მილიონის შემთხვევა ფიქსირდება, როცა ადამიანები ტოვებენ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას დროებით. და შემდეგ ამ 6 მილიონიდან 500,000 უკან ბრუნდება და ამ 500,000-დან დაახლოებით 100,000 ადამიანს თან მოაქვს მოგონებები და გამოცდილება იმ სამყაროსი, რომელშიც იმოგზაურეს. ამგვარ გამოცდილებას მიეკუთვნება სხეულის დატოვება, საავადმყოფოს პალატაში ჰაერში ფრენა, შემდეგ გრძელი შავი გვირაბი და გვირაბის ბოლოს მანათობელი არსება, რომელიც ყველაზე სიყვარულს აფრქვევს და ხანდახან ხუმრობს კიდეც. ყოველწლიურად 100,000-ობით ქრისტიანი, არაქრისტიანი, ან ვითომ ქრისტიანი, ყველა რელიგიის მიმდევრები, მუსულმანები, ბუდისტები, საერთოდ ათეისტები, ნახულობენ ერთი და იგივე შინაარსის გამოცხადებებს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო, რომელი რელიგიას წარმოადგენ. მთავარია იყო კარგი ადამიანი. ამ მანათობელ არსებასთან ურთიერთობის შემდეგ ადამიანები რწმუნდებიან, რომ მთავარია იყო პოლიციასთან უკონფლიქტო პიროვნება. მოღვაწე იყავი თუ მოკეიფე იყავი, ამას მნიშვნელობა არ აქვსო. მთავარია იყო კარგი მეოჯახე, გადასახადებს დროულად იხდიდე და ასე შემდეგ. ამასთან ეს ხილვები და გამოცხადებები ყოველთვის მორგებული არის იმ ადამიანზე, ვინც ამას ნახულობს. არა მარტო ეროვნული განხრით, არამედ პიროვნული განხრითაც. მაგალითად, ქართველები როგორც წესი ნახულობენ გაშლილ სუფრებს, წვადებით, ღვინით, სანათესაო შეკრებილი და კეიფობენ. ეს არის ხოლმე ქართველების იმ ქვეყნიური ხილვაც კი, არა თუ ამ ქვეყნიური. ამერიკელები ხედავენ მოწესრიგებულ ლამას სახლებს, სადაც მათი გარდაცვლილი ახლობლები უვლიან ბაღებს და ამით ხარობენ. ეს განწყობა, რომ მთავარი იყო კარგი ადამიანი. გარდაცვლილებს გამოაქვთ იმ ქვეყნიდან, უყვებიან თავის ახლობლებს, ამაზე საუბრობენ, წერენ წიგნებს და აღარც ბუდა ახსოვთ, აღარც მუჰამედი, აღარც ქრისტე, მთავარია იყო კარგი ადამიანი. მოვისმინე ერთი ინდოელის ხილვა როგორი იყო. რაღაც გართულების გამო გარდაიცვალა საავადმყოფოში და ეს არის ინდუიზმის მიმდევარი. და ვიხილეო დიდებული ქალაქი, 12 კარიბჭით. ერთ მხარეს 64, მეორე მხარეს ჯოჯოხეთი. შუაშიო კი დიდი ტახტი. ამ ტახტზეო კი ვიღაც იჯდა. ეს ინდუისტი ამ ვიღაცას იესო ქრისტეს უწოდებს. მთელი ჩემი შინაგანი არსებით ვიცოდიო, რომ ეს არის უზენაესი მეუფე. და ვეკითხებიო, რომ უფალო რა გავაკეთო? იმიტომ რომ ხვდებოდიო, რომ 64-ში არ მიმესვლება და თუ უფსკრულში ჩავარდი, იქიდან ვეღარ ამოვალ. და ვეკითხებიო, უფალო რა გავაკეთო, რომ 64 დავიმკვიდრო? სად ვიარო? სინაგოგაში, მეჩეთში, ეკლესიაში? და მან ასეთი რამ მითხრაო, სულ ერთიაო, სადაც გინდა იარე. მთავარიაო, ცოლშვილი გიყვარდეს. ბიბლიაში წერია, საიდან დაიწყო არეულობა სამყაროში.
რომელიც უკვე 8000 წელი ხდება, რაც გრძელდება. ქერუბიმს შეაწუხა იდეამ, რომ ღრუბლებზე მაღლა უნდა ავიდეს, იქ ტახტი დაიდგას და გახდეს მსგავს მაღლისა. ოღონდ ეს იდეათ არ დარჩა. ამ ბოროტმა პიროვნებამ იქ აჯანყება მოაწყო, ომი მოაწყო სასუფეველში. სასუფევლიდან გადმოგდებული ამის გამო ახლა ცდილობს ეს თავისი მფრინავი იდეები აქ განახორციელოს დედამიწაზე. ამის მისაღწევად, რომ ყავდეს თავისი თაყვანისცემლები, რომ თვითონ იყოს ცენტრში და მთელი პლანეტა მას აქებდეს და ადიდებდეს. მას სჭირდება ერთი მსოფლიო რელიგია, რომელიც მთელ პლანეტას მოედება, როგორც რაღაც ვირუსი და რომ ვერავინ გადარჩეს, რომ ყველა დაღუპოს ამეთი. ეშმაკთა სამეფოში არის ასეთი ნიუანსი. ზოგი ეშმაკი არის, რომელსაც უყვარს მაგალითად ლოთობა, არიან სიძვის ეშმაკები, არიან ფულის მოყვარე ეშმაკები, არიან სოდომელი ეშმაკები. ყველა თავისებურად აფრენს, მაგრამ მთლიანობაში ესენი არიან ერთიანი სამეფო და არავითარ გარემოებაში ერთმანეთის წინააღმდეგ არ წავლენ და პირიქით ერთი ცოდვით მეორეს ამტკიცებენ. ზუსტად იგივეს გაკეთება დაგეგმილია ადამიანებთან დაკავშირებით, როცა ყველა ერს, ყველა რელიგიას დარჩება ერთი შეხედვით თავისი რელიგია, მაგრამ ესენი ყველანი გაერთიანებულები უნდა იყვნენ ერთი მთავარი იდეის გამო, გარშემო. ამ საქმეში ეშმაკი იყენებს არა მარტო პოლიტიკოსებს, რომლებიც დღედაღამე შრომობენ, რომ შექმნან ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ერთიანი სატრანსპორტო სივრცე, ერთიანი საკომუნიკაციო სივრცე, სულ ერთიანობა, ერთიანობა, ერთიანობა. არამედ რელიგიის წარმომადგენლებსაც, როცა მოღალატე ქრისტიანობისა სასულიერო პირები თავისუფლებას აძლევენ, ილოცონ არაქრისტიანებთან და მაინც თვლიან, რომ სწორად იქცევიან. არამედ ეშმაკი მოქმედებს თვითონაც, პირადად, უშუალოდ, ასეთი ცრუ ხილვებისა და ცრუ გამოცხადებების მეშვეობით. ეკუმენიზმის დამღუპელი ცოდვა გაძლიერდება და მთელ პლანეტას მოიცავს. და ეს ცოდვა, ისევე როგორც ყველა სხვა ბოროტება, სულთა სამყაროდან იღებს სათავეს. ეს არის ეშმაკთა გზავნილი კაცობრიობის მიმართ. ნუ დარდობთ, ცოდვა პრობლემა არ არისო, რაც გინდა აკეთე. ოღონდ იყავი კარგი ადამიანი. პოლიციასთან კონფლიქტი არ გინდა, შენთვის მშვიდად იცხოვრე და 60 კარი ღია გექნებაო. და ეს არის დაცინვა. ეშმაკი ასე დასცინის ადამიანებს. პირადად ჩემთვის სატირალი სანახავია ხოლმე, როცა ვხვდები საკუთარი შვილების მკვლელებს, სოდომელებს, ქურდებს, ყაჩაღებს, ძმა რო ძმას სახს უყიდის, შურიანებს და ამათ ყველას გონიათ, რომ არიან კარგი ადამიანები. წმინდანები, როცა ეშმაკი ეცხადებოდათ ხოლმე, ლოცულობდნენ და ის ხილვა ქრებოდა. ცოდვილები, როცა ეშმაკი ეცხადებოდა, მაგრამ ღმერთს მოუხმობდნენ, ხილვა ქრებოდა ხოლმე. თუ თქვენ ან ვინმე თქვენი ახლობელი რაიმე მსგავს ხილვას ნახავს, რომ თავარია იყო კარგი ადამიანი, ან ასე ფიქრობს, ვილოცოთ და ეშმაკის ეს ენერგიაც გაქრება. ეშმაკები ძირითადად მოქმედებენ აზრებით და შთაგონებებით. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ის რაც სახარებაში წერია,
ოდნავ სხვანაირად არის, ან ცოტა სხვანაირად, ან ძალიან სხვანაირად. ესე იგი თქვენ უნდა ლოცვით და მარხვით მიხედოთ თქვენ სულს და მაშინ ეშმაკისეს ენერგია იწევს განწყობას. ეს ენერგია ნელ-ნელა გაქრება და ეს განწყობაც, ეს აზრიც თქვენი სულიდან წაიშლება. ჩვენი გარეგანი მოტყუება იწყება ხოლმე შინაგანი მოტყუებით. სახარებაში წერია, ანგელოზმა რომ გიქადაგოთო, არა ის, რაც ჩვენ გიქადაგეთ, იყოს შეჩენებულიო. ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა მართლმადიდებლობით და სინანულით წარგვადგინოს თავის წინაშე.